Ქვემო ქართულს მალე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ამფითეატრი, ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათების სისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 463.991 ლარს შეადგენს. ქვემო ქართლის რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს არის თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ კიდევ უფრო მეტი დამატებითი რეკრეაციული სივრცე შეემატოს ჩვენს ქალაქებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აქტიურად რუსთაველის ქუჩაზე სკვერის განახლება, რეაბილიტაცია, რომლის მთლიანი ღირებულებას დაახლოებით 9 მილიონ ლარამდე აღწევს. მოგახსენებთ, რომ ქალაქი მარნეულის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება და ამის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ქალაქში. ერთ-ერთი მიმართულება არის რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლის ფარგლებში ბევრ სკვერებში რეაბილიტაცია ჩატარდა. გასული წლის განმავლობაში რამდენიმე სკვერი რეაბილიტირდა და განახლდა. როგორც ხედავთ, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.